მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია რეჟისორი თორნიკე ბზიავა, როგორ ახარ? კარგად, ახლა. ამ ფრაზით მინდა დავიწყო ზაპასი, თუ ეთანხმები ჯერ, აქედან დავიწყოთ. ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ პოზიციიდან, როგორიც იყო თვითონ ფრენკ ზაპა და რა დამოკიდებულებაც მას ჰქონდა სამყაროს მიმართ, ასე ვთქვათ. გიყვარს ზაპა? კი, ძალიან მიყვარს ზაპა, რაც პრინციპში ზაპამ და მის თაობამ რაც გააკეთა, ალბათ. ზაპას მუსიკა გიყვარს თუ ზაპას ფილოსოფია? საერთოდ ზაპას ფილოსოფიაც მიყვარს. ბევრისთვის შეიძლება ეს არ იყოს, რაღაც მომენტებში შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ თუ გამოვალთ იქიდან, რომ კაპიტალიზმის აი თანაში ამერიკაში რამდენი ძვრები იყო, რა მოხდა, ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო ადამიანი იყო აი ამ ძვრებში, იმიტომ რომ და მისი მუსიკაც, მისი ტექსტიც, ის ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, თუნდაც ისეთი განსაკუთრებულად ნიჭიერი ბიზნესში, ან საერთოდ მიაჩნდა, რომ ამბობდა, რომ მეხუთე ადგილას თუ მეექვსე ადგილას იყო მუსიკა მისთვის. პირველი იყო რაღაცა ბიზნესი, მე იყო შემეცნება, რაღაც ქალები, მე კიდევ ვიღაცა ადამიანები და ასე შემდეგ. მისე შენ როდის იღებდი ყველაზე დიდ სიამოვნებას მუსიკის მოსმენისგან, რომელ ასაკში? ნებისმიერ ასაკში. ქონია ეგ განსხვავება, რომ მაშინ უფრო გევასებოდა ვიდრე მე. არა, პრინციპში მუსიკას ყოველთვის უსმენდი, მაგრამ ყოველთვის იცვლებოდა რაღაცა ის გემოვნების რაღაცა ის სფერო ყოველთვის იცვლებოდა და სხვადასხვა რაღაცას უსმენ ყოველთვის რა. ქეთი დოლიძის კუკარაჩა თუ გაქვს ნანახი? ქეთი დოლიძის კუკარაჩა მაქვს ნანახი. აი თქვენ შენ ხარ ქეთის შვილი, აი თქვენ თაობებს შორის რა განსხვავებას ხედავ? აი რაში არ ეთანხმები ქეთის თავარში და რაში ეთანხმები თქვათ? აი არის ძალიან ბევრი რაღაცეები, რაშიც ჩვენ არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს უამრავ რაღაცეებში პირადად. მაგრამ იცი რა ესე იმდენი დეტალებია, რომ ესე საერთოდ ამის თქმა, იცი, თაობებში ყოველთვის არის სხვადასხვა ფასეულობების რაღაცა ცდომილება და ყოველთვის სხვადასხვა თაობის ხალხი შეიძლება არ ეთანხმებოდეს ერთმანეთს ბევრ რამეში. მაგრამ იცი რა არის ერთადერთი რასაც მე ძალიან მივესალმები, არ ვიცი შეიძლება ეს იმიტომ რომ სიყვარული აკეთებს ამას და ბევრი ის რაც შეიძლება დედას და შვილს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს მის თავარი მიზეზი იყოს. ჩემი აზრით, ქეთი თავის დროს ხელოვნებაში ძალიან იმ დროს, როცა დისციპლინელი იყო, ძალიან ბევრი უამრავი რაღაც გააკეთა, ჩემი აზრით, აი ცალკე ესე რო მოკალაკ. ჩემი აზრით, ბევრი რაღაცა გააკეთა ძალიან, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, თქვათ, იგივე დასავლეთიდან და სხვა სამყაროდან დაუკავშირა ამ ქვეყანას. ჩემთვის ყველაზე მთავარი ერთ-ერთი ეს არის. მერე პლუს არის ის, რომ ის ემსახურებოდა იმ თეატრს, რომლის რეჟისორიც მაშინ იყო, ჩემთვის ნამდვილად რაღაცა ნოვატორი და ძალიან ისეთი ბევრი რაღაც შეცვალეს. აი თაობამ ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა, თუნდაც ხელოვნებით, მაგრამ რაში არის თანხმები? რაში გაქვთ თქვათ ასთა სხვადასხვაობა? მე ყოველთვის ვთვლი, რომ თუნდაც პროფესიაში მე ვთვლიდი ყოველთვის, რომ ქეთის ჩემი აზრით ჯობდა რომ თუნდაც რაღაცა მეორე ნახევარი ცხოვრების უფრო მეტად რაღაცა საქმისთვის უფრო ჯობდა დაეთმო ვიდრე ვთქვათ გარე ან პოლიტიკისთვის ან ვთქვათ მიმდინარე მოვლენებისთვის იმიტომ რომ აი ესეთ განსაკუთრებით რაც ესეთ გარდამავალ ქვეყანაში და გარდამავალი ისტორიის მქონე ქვეყანაში ძალიან რთული არის როცა
არა, ასე ვთქვათ, ბოლომდე შენ სფეროში ერევი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ერევა, ვთქვათ, არა თავი, მაგრამ ამასაც ვერ იტყვი, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის ჭირდებათ რაღაცის შეხსენება, სულ მოსახლეობიდან იქნება თუ ახალგაზრდობიდან, იმიტომ რომ განუმეორებელ შეცდომებს ჩადიან, მაგრამ იცი მე არის ეს სხვადასხვა რაღაცა ისტორიიდან, ტრადიციიდან გამომდინარე რაღაცა მოვლენები, რასაც თაობები უნდა რომ რაღაც შეიცვალოს რა. ბატონო. აი კინოს შესახებ ვის ლექციას მოისმენდი? კინოს შესახებ ვისმენდი ერთ-ერთ ყველაზე უფრო ვინც მინდოდა იმ ადამიანის ლექციებს, მაგალითად ეს ანჯეი ვაიდა, რომელთანაც ერთ წელს სწავლობდი. და რა ისწავლე მთავარი? იცი რა, მთავარი მაგალითად ის რომ არ შეიძლება კინო აკეთოს ყველამ და უბრალოდ. ანუ უკეთესია კინო აკეთო რაღაცისთვის. არ შეიძლება მაგალითად აი ეს სცენები აკეთო ჩვეულებრივად, თითოეული სცენა ემსახურებოდა, არ შეიძლება არ ემსახურებოდეს რამეს და გადასვლები ამ სცენების შორის უნდა იყოს ესეთი იუველირულად, ასე ვთქვათ, აკეთებული. ასევე მაგალითად ვისწავლე ის რომ კინო შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცა მედიტაცია ჩაუტაროს მაყურებელს და სხვადასხვა თემაზე დააფიქროს ის. კინო არის კონკრეტული, განსხვავებული მაგალითად თეატრისგან, რომელიც არის უფრო, ესე იგი, უფრო პირობითი, conventional და როგორც ერთმა რეჟისორმა თქვა, კინო შეიძლება კოსმოს შეეხო და მე წამოხვიდე ჭიანჭველას და სხვადასხვა ისტორია მოყვა. ეს კონკრეტიკა ზუსტად ასე ძალიან შევიყვარე, სადღაცა მე-3 კურსზე თეატრალურზე ვიყავი სარეჟისოროზე და ვარჩიე რომ ეს ხელოვნება უფრო ამერჩია. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ძალიან მიყვარდა და იყვნენ თეატრში უამრავი რეჟისორები, რომელსაც აი ინტერვიუს ვისგან აიღებდი დღეს მოქმედი რეჟისორებისგან? ინტერვიუს ალბათ სადღაც ავიღებდი განსხვავებული რეჟისორებისგან. მაგალითად ავიღებდი აუცილებლად ჯარმუშისგან, რომელსაც აი სულ ცოტათი ვერ შევხვდი საფრანგეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში შევხვდები, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის ძალიან ახლოს ლეა რენალდის დოკუმენტალისტის მეგობარია და იმიტომ რომ აბსოლუტურად განსაკუთრებული ხასიათი აქვს ამ კაცს, იმიტომ რომ ხო, ნუ არ ვიცი, ასე ვთქვათ, სისტემას, იმ დიდ სისტემას უძრება ქვემოდან. როგორც არამრავალი რეჟისორი ამერიკაში, ნუ დამოუკიდებელი კინოს, რა თქმა უნდა. ავიღებდი ასევე ინტერვიუს, რომ იყოს ცოცხალი არ ვიცი, ალბათ მაინც ახალგაზრდა ფედერიკო ფელინი, ავიღებდი ინტერვიუს პაზოლინისგან, ნუ რამოდენიმე ნეორეალისტებიდან რენუარისგან ავიღებდი ინტერვიუს და რამოდენიმე ისეთი რეჟისორისგან ავიღებდი, ნუ მექსიკელებისგან ავიღებდი ერთი-ორისგან და ხო, კი ბევრია. სექსი რომელ რეჟისორთან გექნებოდა? რომელ რეჟისორთან მექნებოდა სექსი? პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას მანდაც მრავალი არის რამოდენიმე კი არა და ალბათ შეიძლება ასე ვერ დავკონკრეტები ზუსტად, მაგრამ წერა არ ვიცი, უფრო მსახიობებთან, იმიტომ რომ აი, რომელ მსახიობთან გექნებოდა? მოდ ერთი ამოვარჩიე. აი, ძალიან რთული, იცი ძალიან რთული. აი, პირველი მინ გაგახსენდა. პირველი ჩემი საყვარელი მსახიობი გამახსენდა, მაგრამ არ ვიცი ფიზიკურად როგორები არიან, ხვდები და არ ვიცი იმ მომენტში აი მართლა ფიზიკურად თუ ლაპარაკობ, მე ძალიან ისეთი შეგრძნებები მაქვს, მრავალი და ცვალებადი, რაც შეეხება და ამიტომ არ ვიცი როგორი შეიძლება იყოს ეს თუ ის ადამიანი იმ მომენტში, ნუ თქვათ რომელ მსახიობთან? Rosario Dawson შეიძლება.
აი, ქართველებიდან ვინ არის ვინმე განჩნია ყველაზე მაგარი რეჟისორად? იცი რამოდენიმე არის რეჟისორი, რა თქმა უნდა, ვთვლი რომ რაც ოთარ იოსელიანმა შექმნა და გააკეთა, ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავია, იმიტომ რომ თქვათ ამ ადამიანს ჰქონდა რამოდენიმე პერიოდი და მისი კინოხედვა ძალიან განსხვავებულია. ძალიან გავს თქვათ იმ მათემატიკურ ცოდნას, რომელიც მას ჰქონდა და ძალიან ეხებოდა ჩვენს ძალიან ბევრ რაღაცაზე ლაპარაკობდა იმ დროს, როდესაც არ შეეძლოთ ლაპარაკი. და იმის შემდეგ, რაც მან აირჩია 80-იან წლების დასაწყისიდან თქვათ საფრანგეთში წასვლა და ეს იოლი არ იყო მისთვის, მაგრამ იცოდა რომ ჩვენსაც კი აქ ერთხელ თქვამი რომ იცოდა რომ აქ ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებდა. და აი ის ცოდნაც თქვათ იმ კინოსიროს რომელშიც ის შევიდა, რომლის ნაწილის გახდა, იქაც ძალიან საინტერესო ფილმები აქვს, მაგალითად პეპლებზე ნადირობა, მაგალითად ჩამოსვლა და ბანდიტები, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ვთვლი რომ ამ დროზე აი ესეთი ფასეული და ქართველებზე, სადაც ზუსტ აქილევსის ქუსლში თუ შეიძლება ითქვას, ბევრი გვაქვს ესეთი, მაგრამ ურტყავს ეს ფილმია თქვა ჩემთვის და ნუ ახლა შაშვიმგალობელი ჩემს საყვარელი ფილმია იგივე პასტორი. და საინტერესო ძალიან შევთხოვე. დღეს რა პროცესი მიდის შენი აზრით ქართულ კინოში? ვითარდება, გაჩერებულია თუ რეგრესირებს? იცი რა ვითარდება ქართული კინო, ნამდვილად ვითარდება, იმიტომ რომ მაგალითად ახლა ხელთმაქ რამოდენიმე ძალიან საინტერესო სცენარი ჩემი მეგობრების, როგორის მაგვარსაც მაგალითად ვერ წავიკითხავდი ნამდვილად 10 წლის წინ, დანამდვილებით ვამბობ. რაც მთავარია ქართულ კინოში არის სხვადასხვა გემოვნება, სხვადასხვა ხერხი, სხვადასხვა ფორმას ეძებს. ყველა როგორც ადრე იყო, რომელზეც აი თუ მაგალითად ბევრი ქვეყნების რაღაცა აწლეულებზე ვერ ვიტყვი, მაგალითად სხვა ქვეყნების ზოგს საერთოდ არ აქვს. სახელმწიფო თუ უნდა დებდეს ფულს კინოში. განსაკუთრებით მთავარია ეს და ამაზე ბრძოლა არ უნდა შეჩერდეს. რა ფორმით უნდა დებდეს? ჩემის აზრით ის ინსტიტუტი, რომელიც არის მაგალითად კინოცენტრი, სადაც არის ინსტიტუტი სპეციალური, რომელიც სწავლობს განაწილებას ამ ფულის, თქვათ მიუხედავად ამისა, რომ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ადამიანი და სხვადასხვა გემოვნების და წარმოშობის მქონე ადამიანი იღებს მონაწილეობას, ჩემი აზრით უნდა გაცილებით მეტი იყოს ბიუჯეტი, რომ ყველა ადამიანი შემოწმდეს და გაგრძელდეს კარგი ხნის მანძილზე, სანამ ბოლომდე არ გამოჩნდება რისი გაკეთება შეუძლია მას. არ გააზარმაცებს ეს ადამიანებს? იცით რა, მე მგონი რომ ეხლა იმდენად არაფერი არ არის ბიუჯეტში, რომ ამით საერთოდ არაფერი არ გაკეთება, არც კი დაიწყება ეს. რა თქმა უნდა, ხა რომ იყოს 100 მილიონი გააზარმაცებს, კი არა, არავინ არაფერს არ გაანძრევს ერთ ადგილს, მაგრამ და ეს ნელ-ნელა უკვე წამოვიდა, თქვა პროდიუსერულ სკოლად, სადაც დადიან ფესტივალებზე, იცით როგორ უნდა ფულის მოძიება, მაგალითად მე საფრანგეთში მყავს ჩემი უახლოესი მეგობარი პროდიუსერი, წინა პროდიუსერის ფრანგი მყავდა, რომლებიც მეხმარებიან, რომელთაც ჩემი ოჯახის წევრები არიან თითქმის და საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელშიც ბადალი არ ყავს, რომელიც კოპროდუქციებს ასრულებს ყველგან და ისინი აღმოაჩენენ მართლა არის ქვეყანა, რომელიც აღმოაჩენს სხვადასხვა ხელოვანს და ამისთვის ხელოვნების ფული იყოფა. მაგრამ აი როგორც ძილი არ იქნება, ჩვენ ხომ გასკონელი გვარდიელები ვართ, კარპონ, კასტელ და ჟალუსი, აი ზუსტად ეგრე უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის, ჩემი აზრით. რომელი თვისების გარეშე ვერ გახდება ადამიანი რეჟისორი? სიმამაცის გარეშე. რაღაცის შეცვლის არსურვილის გარეშე. ჩემი აზრით, კარგი რეჟისორი ვერ გახდება თუ ადამიანი თავის თავში არ იხედება და ვერ ხვდება რა არის მისი, თქვათ, მისი ან წინაპრების, ან მისი ქვეყნის
სისუსტე რა უნდა შეიცვალოს ღრმად ჩემი აზრით და კულტურის რა ვიცი სიყვარული თუ არა აქვს ალბათ ეს სერიალებმა რატო ჩააჩოჩეს ესეთი კლასიკური ფილმი რითი აჯობეს ჩემი აზრით იმიტომ რომ ჯერ ერთ იმიტომ რომ მგონია რომ მოსახლეობა ძალიან იზრდება მსოფლიოში და ძალიან ბევრ ხალხს რომელიც მუშაობს ჭირდებათ ყოველდღიური რაღაც პერსონაჟები რომლებიც მათ წაახალისებს და რომლებიც მას შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩემი აზრით თავარი ეს არის და რაც თავარია მაგალითად ამერიკა და სხვა ქვეყნები ტექნიკურად მივიდნენ უკვე იქ რომ შეუძლიათ სცენარის პერსონაჟების მთელი ამბავიც ისე განვითარდეს რომ ამას დიდი სხეული კონდეს და რაც სხვადასხვა საინტერესო რაღაცაზე ილაპარაკონ იქნება ეს პოლიტიკური მოვლენები ბოლო თუ რაღაცა ფასეულობები თუ თქვათ რაღაცა უმცირესობების ჯგუფები ძალიან და ამიტომ საინტერესო მე მაგალითად არ ვჩება დიდი დრო სამწუხაროდ კარგი სერიალების სანახავად იმიტომ რომ თქვათ იგივე ბევრი დრო უნდა დაუთმო თქვათ კინოს წერას წიგნს კიდევ ასევს კიდევ სხვა რაღაცებს რაც მეხმარება რომ მაშინ ნარკოტიკებიდან რომლებს მოიხმარ მიყვარს ხოლმე MDMA თუ თქვათ სადღაც ვარ იმიტომ რომ აქ უნდა ერიდო იმიტომ რომ ადამიანები რაზეც შეთანხმდნენ სადღაც რომ შეიძლება რომ თავი ასიამნო როცა სადღაც არიან მე არ საუბრობ თქვათ რამე შეძლევაზე გასაღებაზე ან ასე შემდეგ მე მგონი ძალიან ბედნიერად და კარგად არიან უბრალოდ მე მაგალითი მაქვს ბევრი შეიძლება მოსაწევიც ხანდახან მოწვიცი მოსაწევ ხშირად არც ბავშვობიდანაც არ ვიწევოდი მე მგონი ჩვენ შეიძლება მოგვიწევია და ბევრჯერაც მაგრამ სისტემატურად არ მოხდა მიყვარს რომ უბრალოდ კარგია რომ გონება ფხიზლად კონდეს მაგრამ თქვათ აი რაღაცა აი ნარკოპოლიტიკაზე რას ფიქრობ აი უკვე ამდენი წელი ვლაპარაკობთ ამაზე და ვერ მივედით იქამდე სადაც უნდა მივიდეთ რატო ხდება ეს სადღაცა ჩემი ბოლო ფილმიც რომელიც არ გამოსულა ამ თემაზეა და იცი მე ვთვლი რომ არის რაღაც ინსტანციები, სადაც ძირეული ცვლილები უნდა მოხდეს. ისმის მოხდა რაღაცა ცვლილები 2000-იან წლების დასაწყისში, მერე ეს კიდე წავიდა რაღაცა ციებ-ცხელებამდე, მერე ჩამოვიდა ისევ, მაგრამ ეს ინსტანცია, სადაც ადამიანებს, თქვათ, ფულის კეთება და ერევა, თქვათ, დამსჯელობით ასე ვთქვათ, პროგრამაში, ან თქვათ, კიდევ ასე ბევრ და ბევრ საკითხში, ანუ იქ ვერაფერს ვერ მოაგვარებ. ჩემი აზრით უნდა დაჯდეს საზოგადოება და უნდა იფიქროს, მაგრამ იქ არის რა თქმა უნდა რთული მომენტები, რაც შეიძლება რაღაც ამბავში რაღაც სადავეები ხელიდან გავუშვათ, მაგრამ მე მგონი ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს და ძალიან საინტერესოა საქართველოში და აუცილებლად ეს დასრულდება კარგად. მარიხუანის ლეგალიზაცია როგორ იმოქმედებს ეკონომიკაზე ქვეყნის? ჩემი აზრით მაგრად. რატო ვერ ბედავთ ამას? იცი რა, არ ვიცი, ალბათ ეს რაღაცნაირად მაინც აზროვნების ბრალია რა. რატო? იმიტომ რომ ჩემი აზრით ადამიანები რომლებიც ყველა შეუძლია ინტერვიუში 90%-მა თქვას რომ მარიხუანა არ მომიწევია და არასდროს არ მოუწევ ისე არ მიმაჩნია ასე ვთქვათ სწორედ, იმიტომ რომ ის კი არა რომ მაგალითი მისცე ვიღაცას. ეს არის უბრალოდ დააფიქსირო რაღაცა, რაც სხვა ადამიანებს თუნდაც სიამოვნებს და რაც მილიონი წელია გქონიათ. მე მაგალითად საფრანგეთში მყავს ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც შეიძლება პარასკევს შაბათს გააბოლონ, ძალიან გაუსწორდეთ და წავიდეთ მე სადღაც გავერთოთ და მე მოვიდნენ და 100 მაგათ უკეთესად აკეთებდნენ თავის საქმეს. მე ჩემ თავს როგორ ვასიამოვნებ ვისი საქმეა აი просто ამიხსენე თბილისი როგორი გინდა რომ იყოს რა არ მოგწონს თბილისში თბილისში პირველ რიგში რა თქმა უნდა მეჯავრება არქიტექტურა რო უყურებ ამას განედებს თებს ბევრჯერ გავდივარ და მართლა გული წყდება რომ შეიძლება იყოს ბევრად უფრო ცარიელი ბევრად უფრო იყოს დარჩენილი რაღაცა
ძველი, კარგი ორნამენტები იქნება ეს არქიტექტურაში, იქნება ეს სხვა ფორმებში, არ ვიცი. და ყველაზე უფრო მეზიზღება ის, რომ პასუხისმგებლობა არ არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ არის და პირველ რიგში ეს ეტყობა არქიტექტურას და ძალიან ბევრ სხვა რაღაცას, რაც ჩემ ბევრ ოპონენტსაც უსაუბრია აქ ამის შესახებ, მაგრამ ერთ-ერთი ეს, რა თქმა უნდა. აი მერად ვის აირჩევდი შენი გადასაწყვეტი რო იყოს? ცირა მერად ავირჩევდი ადამიანს, რომელიც დილიდან ღამე ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობს, აი მართლა რაღაცნაირად ფანატიკოსია, რომელსაც აქვს ხედვა მისი ქალაქის ლამაზად, მისი მოქალაქეების მოქალაქეობრივი ვალით და ყავს ეგეთი ვინმე. ცირა ცოტა მიჭირს გესმის ჩვენ საზოგადოებაში ამის თქმა, იმიტომ რომ ადამიანები იცვლებიან, ძალიან ხშირად არიან აბსოლუტურად სხვანაირი და მე რაღაცის სათავეში რომ მოდიან ის ადამიანები რაღაცნაირად მართლა იცვლებიან. აი ეს არის კიდე დიდი განსხვავება, რაც მინახავს მაგალითად იგივე დასავლეთ შემოგონებს და აქ შორის ის რაღაცნაირი ვალი თითქოს აქ ეხსნებათ, როდესაც მიდიან რაღაც სათავეში. აი ამიტომ არ მიყვარს გარდამავალი და რაღაც ესეთი ეშმაკური ქვეყნების მთავრობები, იმიტომ რომ აქ როგორ თქვა ის ნებადართულობა ბევრად უფრო გაშლილია, გესმის? და თუ არ იქნება მართლა რაღაცა გუნდი თანამოაზრეების, რომლებიც რაღაცაზე შეთანხმდებიან და უკომპრომისოდ დაიწყებენ ამის კეთებას და ეს ყველასთვის გამოსაჩინი იქნება, რომ მე მგონია ეს პროცესი სადღაცა წავა, მგონია 20-21-19-18 წლის ხალხის თავიდან და ცოტა სხვანაირად არ გამოვაბრებით, იმიტომ რომ იმ დანარჩენი ხალხის ვინც არის, თქვა აი კორუფციას საუბრობ, ვინც არიან დარჩენილი, გინდა არ გინდა ძალიან ესე ცეპივით არის ეს რა და ებმევა ერთმანეთს და შეიძლება საერთოდ ისეთი პატიოსანი ადამიანით ჩაითრიონ ამაში. კი ბატონო. ღმერთი თუ გწამს. კი. აი ღმერთს ვის ათამაშებდი, რო გადაიღო ფილმში? შენ წარმოიდგინე ვათამაშებდი ნებისმიერ აი იმ ადამიანს, რომელიც იმ მომენტში ძალიან შემიყვარდა. თქვათ ნახე ქუჩაში, ან სადღაცა დამამახსოვრდა. იმიტომ რომ ღმერთი ხო ალბათ ხო ყველაშია, ყველაფერშია ალბათ და მგონია რომ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო გამოსცემს რაღაცნაირად სიყვარულს, რომელიც ამას იძლევა და გასცემს და უანგაროდ გასცემს, აი ამას ვათამაშებ. იუდას ალბათ აი ვიცი ყველა შემებრალებოდა, მაგრამ ამასაც ალბათ მივცემდი ისეთ ადამიანს, აი როგორ თქვა, ჩვეულებრივ მოქალაქეთა და სადღაცა ზემოთ ძალაუფლებას შორის გაჭედილი ადამიანი, რომელიც სულზევით იყურება. ნუ აი ესეთი პროტოტიპები ბევრი ყავს და ალბათ ესეც მივცემდი. არა თავისუფალ ადამიანს ალბათ. რუსეთში თუნდა იარონ ქართველებმა გასტროლებზე, თუნდაც კრემლში თუნდა იცეკვონ. იცი რა, მე ძალიან ტკივნეული თემაა ჩემთვის. არ ვიცი რომ რატომ მოხდა ესე. მე მაგალითად მე პირადად 2008 წლის მერე მე არ ყოფილვარ რუსეთში. რამოდენიმეჯერ თითქოს შემეძლო, მაგრამ ოღონდ აი არ ვიცი, ჩემი შინაგანი რაღაცნაირი იმის გამო, იმიტომ კი არა რაღაც მე მყავს უამრავი მეგობარი იქ, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და ნახევარზე მეტი რუსულად წამიკითხავს ყველაფერი და გიჟდები ტარკოვსკიზე, მიყვარს დასტაევსკის, სულ წაკითხული მაქვს ჩეხოვიც, არ ვიცი მე ჩერნიშევს, ბევრი რა ვიცი, ვასილევიც უამრავი ვერ გავჩერდები შეიძლება, მაგრამ აი ეს რაღაცნაირი იმპერიალისტური სისხლი, რომელიც უამრავ ადამიანს ურევია იქ, ყოველთვის რატომაც მაკავებდა, იმიტომ რომ ვერ ხვდები ამ ხელა მონსტრს რატომ უნდა უნდოდეს სულ რაღაცა პატარა რაღაცის ჩექმის ის რა ქვია ქუსლის გაჭყლეტა. ხო, გაჭყლეტაც კი და იმიტომ რომ უბრალოდ მე მახსოვს ჩემ მიწაზე
ვიზდებოდი და შენც კარგად გახსოვს 14 წელს ბოლოს როცა ვისვენებდი და უცებ აღმოჩნდა რომ რატომღაც ეს ჩვენი აღარ არის და ისინი აღიარებენ რომ ეს არის ჩვენი არ არის და ვერასდროს ვერ იქნება საბედნიეროდ ეს კინოთეატრებში თუ უნდა გადიოდეს რუსულად დუბლირებული ფილმები ქვეყანაში სადაც რომელიც ოკუპირებულია არ მგონია არა საერთოდ მგონია რომ აუცილებლად თითქმის ყველა ფილმი უნდა გადიოდეს ორიგინალში უნდა იყოს სუბტიტრები იმიტომ რომ ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ უნდა შეხედონ სრულფასოვნად კინოს მე საერთოდ არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება კინოს შეხედო და მისი პერსონაჟების და მსახიობების ენა და ხმა და ტემბრი არ გესმოდეს. იმიტომ ჩვენ გახსოვს უყურებდით გახმოვანებულ ფილმებს და რომ გავიზარდეთ მე სხვა რეალობაში მოვხვდით რა პატარები რომ ვიყავით ცოტათი სხვანაირ რეალობაში მივხვდით რომ სხვა პერსონაჟებთან ქონდა ნუ ადრე ეს ვიზახით. ეს ყველაზე მაგარი კადრი მითხარი კინოს ისტორიაში. ავი რა თქმა უნდა ანდრეი ტარკოვსკის ვახსენებდი ამით არ ვიქნები მაინდამაინც ორიგინალური მაგრამ ბევრი არ ვიცი ნოსტალგიის მაგალითად იმიტომ რომ ის ძალიან დიდი ტკივილი ჩანს იქ მისი ზუსტად მისი მისი დამოკიდებულება ჩანს მისი ქვეყნის მიმართ და სასწაულია ერთ კაცში სწორედ რასაც ვაიდა გვასწავლი და რომ თუ შეეცდებით რომ ეს გააკეთოთ ალბათ ყველაზე უფრო გაგიმართლებთ და ყველაზე უფრო ნამდვილად და ბევრი რაღაც მახსენდება არის მაგალითად მახსენდება მის მოახლის დღიურები ბუნუელის აი ფინალი თითქოს საერთოდ შეიძლება მთელი კინოისტორიის კადრი არ იყოს მაგრამ ისეთი ფინალი აქვს აი ეს მე ამბოხები მიტინგი ქუჩაში და უცებ თავდება სულ სხვა ფინალით. არ ვიცი ანტონიონის მაგალითად ქართული კინოდან რა გახსენდება? ქართული კინოდან კადრი? ნუ შეიძლება თქვა რომ უცებ ხა გამახსენდა თქვათ ჩემთვის საყვარელი თქვათ შაშუმგალობელის კადრი ფინალი სადაც საათი კებს ხო და კეპკა რავი დიდი მწვანეველის გამახსენდა უამაზესი კადრი ბოლო ასევე აი ძალიან მომწონს ასევე ფინალი ისევე ესელიანის აი ბანდიტებში სადაც დეფის პერსონაჟი ისვენებს სადღაც აი საშინელების მერე და რავი თანამედროვე რეჟისორებისაც არის რაღაც კადრები რომელიც ძალიან მიყვარს ხა ძალიან ბევრია და ვერ ჩამოვთვლი. ქრისტიანობა რა არის? როგორი უნდა იყოს ქრისტიანი? არ ვიცი ქრისტიანობა ნუ უნდა სიყვარულს ემსახურებოდეს ჩემი აზრით და აი ეს სიტყვა უნდა იყოს წამყვანი, პატიებლური რა თქმა უნდა და ეს პატიებლური უნდა გამოიხატებოდეს სხვადასხვა ძალიან რიგ ამბავში. არა ის რომ როცა მე აგრესიული ვარ ადამიანის მიმართ ეს იმიტომ რომ რაღაცა მიზეზი მაქვს. ჩემი აზრით აღარ ახარ ქრისტიანი თუ ამას არ ღვევ და ყველაზე უფრო თქო არა ქრისტიანი და არა ნებისმიერი ადამიანის საწინო აღლეგო ხარ. ვაჟკაცობა რა არის? ვაჟკაცობა ის ალბათ იმ რაღაცეებში არ დახევა უკან რაც მიგაჩნია რომ არ არის დასახევი. არ არის უკან დასახევი, ოღონდ რაზეც თვალს ვერ დახუჭავ. რაც უნდა აუცილებლად რაზეც პასუხი უნდა გასცე, რაც უნდა შეაჩერო, რაც ეს არის ალბათ. მე ყველაზე არაკაცული საქციელი შენთვის რა არის? ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მაინც გამყიდველობა, დასმენა, მაშინ როცა არ იცი იმ ადამიანს რა პრობლემა შეიძლება კონდეს და შენ განაგებ მის თქვა ბედს, ცხოვრებას, შენ ცვლი იმ ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ რომ
ყველა არის გაჩენილი რაღაცნაირად დამოუკიდებლად და თავისუფლად და თუ ის ადამიანები არ გიყვარს ჩემი აზრით ყველაზე უფრო ეს არის რა რაკაცო და ასევე ძალიან ზედმეტად წარმოჩენა იმ სისუსტეების მაგალითად რაც შენ გააქვს თქვა. და არა ქალური? არა ადამიანური შეიძლება ასე თქვა. არა ქალური არ ვიცი შეიძლება ის რომ თქვა ყველაზე უფრო არა ქალურია ის რომ აი მაგალითად არ შეეძლოს ქალს ბავშვის მოვლა. არ უყვარდეს ბავშვი ან მისთვის აი ყველაზე უფრო ალბათ არა ქალური იქნება ეს. თქვა იგივე ვიღაცა მეორე ადამიანის არ სიყვარული, არ ზრუნვა, თქვა ეს. კი ბატონო. აი, სარკეში რო იხედები რას ხედავ? სარკეში რო ვიხედები, ხედავ ყოველთვის ადამიანს რომელსაც ყოველთვის ძალიან კმაყოფილია ის იმითი რითიც რაც აქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა მეტი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ვისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა.